მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა დაიწყო ეთერში, წამოსანახავად. ძალიან საინტერესოა, რომ რადიო გადაცემა არის სანახაობრივი, მაგრამ ჩვენი სტუმრები ისე აღწერენ ყველა თავიანთ სამოგზაურო თავგადასავალს, რომ მართლა მივდივართ დიდ წარმოსახვებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სტუმარს ჯაბა კილაძეს ეს ყველაფერი არ შეეძლება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე სერიოზულ მოგზაურად ყალიბდება. გამოვიდა ეს. როგორც ვაკვირდებით. გამარჯობა, მადლობა, რომ ამ არაჩვეულებრივი გადაცემის და რუბრიკის სტუმარი ვარ, ხო, მოგზაურობა კარგია. მადლობა. გისმენდა გემსახურები. მოგზაურობა კარგია. როდის მიხვდი რომ მოგზაურობა კარგია? ვიცი რა არის, სულ მეგონა რომ მოგზაურობა კარგი იყო, ხო და რაღაც პერიოდი უფრო ინტენსიურად მომიწია მოგზაურობა პირველ რიგში ჩემი ქვეყნის გარშემო, საზღვარგარეთაც და ეს ძალიან კარგი რაღაც, ასე ვთქვათ, შესადარებლად და პარალელის გასავლებად და მივხვდი რომ პირველ რიგში ჩემი ქვეყანა თავიდან აღმოვაჩინე მართლა, იმიტომ რომ ერთია რომ ცხოვრობ და რაღაც ჩვეულებრივად და მეორეა როცა უკვე გააზრებულად იწყებ თითეული კუთხე-კუნჭულის, შენობის, ციხესიმაგრის თუ ისტორიული სოფლის თუ ყველაფრის აბსოლუტურად გადააზრებას როგორ რანაირად, საიდან, რატომ, რა ხალხით და როგორ მოხდა ის რომ დღეს ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში და ამის გაფიქრება, გააზრება და დანახვა საერთოდ სხვა განწყობას ქმნის ადამიანში თავის ქვეყნის მიმართ და ერთსაც დავამატებ არემაქ რახან ესე ლაპარაკობ, მართლა აბსოლუტურად გულსფელად ვამბობ და არაერთ ჩემ მეგობართან მithქვამს და მასაც ასე გაუცვლია იგივე აზრი, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანას ვნახულობ, მით მეტად უფრო უწმუნდები როგორ მაგარ სამშობლოში ვცხოვრობთ. აბსოლუტურად ეს არის აბსოლუტურად გულსფელი სიტყვები ერთი წამით. აბსოლუტურად გეთანხმები და ეს გულსფელობა სული გრძნობა იმ ვიდეოებში, რომელსაც TikTok-ზე გვიზიარებ, ბოლოს აბულის ციხე იყო მგონი რომ ნახე ვიდეო. ისე აზიარებდი ამ შთაბეჭდილებას, რასაც ახლა ინტერვიუში ამბობ, რომ მართლა ნამდვილია ეს აღმოჩენილი. იმიტომ რომ ადამიანები, არ ვიცი, რა თქმა უნდა ნახო ათენიც, უნდა ნახო რომიც, მაგრამ მაშინ როცა ქვეყანაში გვაქვს არანაკლები სიძველის, არანაკლები მნიშვნელობის და მეცაც ვიტყვი ფაქტობრივად არ ვიცით რა არის და რა მნიშვნელობა არის რიგი ძეგლები საქართველოში. ცოტა გული გწყდება, როცა იგებ რომ ძალიან იშვიათია ვიზიტორი საქართველოდან, თუ ვინმე უფრო ინტერესდება, უფრო უცხოელები. უფრო უცხოელი. რაღაცა ჩვენთან ესეთი სტანდარტი იყო, რომ დასვენება იყო ზღვაზე მივდივართ. ხო. მაგრამ მე მგონი ნელ-ნელა ცოტა იცვლება, აი ახალგაზრდებში ეს ზურგჭანთით, თამთამ სიარული შემოდის მე მგონი. კი, აშკარად იცვლება, კი, ნამდვილად იცვლება და იცი რა არის, ანუ ამას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, თითქოს ყველაფერი ვიცით. ჩვენი პრობლემა ხო ამაშია, რომ ესე რომ შეეკითხო ადამიანს, ყველაფერი იცის. მაგრამ თუ ჩაუღრმავდები საკუთარ თავს, აღმოაჩენ რომ ძალიან ბევრი რამე და იმაზე მეტი არიცი, ვიდრე უნდა იცოდე. და მით უმეტეს ისეთი ისტორიული ქვეყნის, როგორიც შენია, რომლის გულსფელად ვამბობ, ანუ არ არსებობს ზუსტი თარიღი ჩვენი დასაბამის. ხო, ანუ ვერავინ ვერ იგეთქვის ამას. არ არის აქ მარტო იმაზე, რომ სახელმწიფოებრიობა, ასე ვთქვათ, საქართველოს როდიდან ვართ, ხო? ანუ აქ ისეთი ფესვებია, რომელიც ჯერ კიდევ ღრმად არ არის შესწავლილი და არ ვიცით. და ამ ყველაფრის არტეფაქტები შენ გაქვს ამ ქვეყანაში. პლუს ამას რომ დაუმატო იმის აღქმა, რა რეგიონში ცხოვრობ, რა სირთულის, რა გამოწვევის და ეს მუდმივად ასე იყო, ეს არ არის დღეს. მე მგონი რომ დღეს კიდე ის დრო არ არის, როგორც იყო წინა საუკუნეებში 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მძიმე და რთული. და ამ ყველაფერში ახერხებდა აქ მცხოვრები გენიალური ხალხი გადარჩენას და მეტიც გადარჩენას ენის, მამულის, სარწმუნოების. ეს არის უდიდესი სასწაული. ამიტომ რაღაც ქართველობა არ არის უბრალოდ რაღაცა ეს დავიბადე საქართველოში. მე მგონია რომ ურთულესია ქართველობა, რაღაც მისიაა თითქოს ქართველობა და ამის გათავისება და გააზრება რას ნიშნავს ამ ტერიტორიაზე ცხოვრება გაცილებით მეტ პასუხისგებლობას დაგაკისრებს და პირობითად ვერ იტყვი რომ იცი რა არის მე რა გამიკეთა ჩემმა ქვეყანამ თუ ხო ხდება ესეთი სიტყვები გესმის და ქვეყანა ვერაფერს ვერ გაგიკეთებს რა შენ ცხოვრობ უნიკალურ მიწაწყალზე და შენ რას გააკეთებ იმ მოკლე პერიოდში რაშიც შენ გიწევს ცხოვრება თორე ეს მიწაწყალი იყო არის და იქნება შენ ამ პატარა იმაში შენი ცხოვრების ნაწილში რა შეძლებ რომ შეძინო ამ ქვეყანას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ვფიქრობ ახალ თაობას აქვს ეს ძვრა
რომ რაღაცა მეტი აინტერესებს, მეტი უნდა, განაჩემთაობას არ უნდა და უბრალოდ ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი მოგვიწია, ხო? ჩვენ ხო დანგრეული, გაუბედურებული, ყველაფერი ანუ უბნიდან უბანში ვერ გადიოდი, იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ სადმე სამოგზაუროდ წასულიყავი. ზედაპირული ცოდნის მიღება საგანმანათლებლო სისტემებში თუ სკოლაში თუ იმაში, ამან განაპირობა ისეთი ცოდნა ისტორიისაც, ცოტა ზედაპირული, ხო, ცოტა არა, ძალიან ზედაპირული, ხო, ჩაფლობილი და ხო, რეალურად არ ცოდნა იმის თუ რატომ ვართ ასეთები და მართლა გვაქვს ამის საფუძველი, იმიტომ რომ იმას, რასაც უყურებ მე ამ ძეგლების სახით, ისაც ჩვენამდე მინიმალური მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ იმდენჯერ დაგვანგრიეს და მიწასთან დაგვასწორეს. მაშინ რა იყო, ამაზე რო ფიქრდები? ჩვენ არ გვაქვს თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილი, გვაქვს მხოლოდ პატარა ფრაგმენტები, ხო? ტაძრის რაღაც ციხესიმაგრის ის, მაგრამ იმის გარშემო რა ხდებოდა, როგორი წყობა იყო, თბილისი როგორი იყო მაშინ, არ გვაქვს. ფიქრობ ხო, აი თქვა ნახე რაღაც ადგილი და დაბრუნდი სახში ხარ. აი მე ამ წარმოსახვაში მიდიხარ, რო ასეთ იმ დროში რომ მიდივარ, კი არა, იქ ცხოვრობ. აი როგორია შენი შინაგანი განცდა ყოველ ახალ საქმეს. მართლა, იმიტომ რომ ამაში ჩემი პროფესიაც მეხმარება თავისთავად. ნუ მე ხა ადამიანებს წარმოსახვა ესედაც ძლიერი გვაქვს, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრებამ ცოტა ასე ვთქვათ მოუშვა ეს, იმიტომ რომ იმდენად იღებ ინფორმაციას ინტერნეტით და იმით რომ წარმოსახვა ცოტა ესე წავიდა, ანუ ადრე უფრო მაგრამ მუშაობდა წარმოხვდა. ეხლა ყველაფერი აქ არის. ყველაფერი აქ არის. ხო და ნუ პროფესიაც ისეთი მოქ რომ მთლიანად წარმოსახვაა ჩემი პროფესია. ამიტომ თავიდან ბოლომდე ამის აღქმას ვიწყებ თუ რა პირობებში და როგორ და რანაირად, ან როგორ დარბოდნენ იმ კიბეზე, რატო აკეთებდნენ ამას. და როდესაც იწყებ იმის შესწავლას თუ როგორ აშენებდნენ პლუს ტექნიკურად, ანუ უბრალოდ კი არა, კიდე უფრო მეტად ხვდები რა ასე ვთქვათ, არანორმალურ შრომას დებდნენ ამ ყველაფერს და რამდენად საჭიროს და როგორ გვანგრევდნენ მერე, როგორ აცამტვერებდნენ ამ ყველაფერს, თავიდან იწყებოდა, სასწაულია მართლა რა. ამდენ წარმოსახვის საფუძველზე რომელ ეპოქაში ცხოვრობდი? თუ მაინც გირჩევნია ეს იყოს და იქ მხოლოდ წარმოსახვით იყოს მოგზაურობა. ხო, რა თქმა უნდა, გამჩენია სურვილი, რომ გამჩენია სურვილი, რომ არა მარტო ეს თამარი ერთ-ერთი, ნუ თამარის რა დავითიდან თამარის ჩათვლით ჩვენ გვაქვს ოქროს ხანა საქართველოსი, როდესაც იმ საქართველოზე ანუ მხოლოდ გონია რომ გენეტიკური წტომა გვაქვს რა, აი ჩვენი ამბიცია, ჩვენი ესეთი რომ ყველგან სადაც არ ესეთი ხარ რა, განსხვავებული ხარ, ყველაზე მეტი ხარ რატომღაც შინაგანად და მგონია რომ ზუსტად ეს კოდი სიგნალი გვაძლევს რომ მაშინ წარმოიდგინე ვინც რამდენჯერ მიფიქრე რომ ადამიანი რომელიც დაიბადა დავითის ეპოქაში, ნუ ბოლოსკენ და რაღაც რაუსი იცხოვრა, რაღაც 80 წელი ხო? ანუ ისე დაიბადა და გარდაიცვალა რომ იცხოვრა უდიდეს ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიაში მაშინდელი მსოფლიოს. ხო, ანუ იმას შეგრძნება არ ექნებოდა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ ვიღაც ჩაგრავს, ვიღაცა მიწას გვართმევს, ვიღაცას უნდა თავი უხაროთ, რომ მას შეგვაქვს. ხო, ანუ აქეთ გვიხრიდნენ, აქეთ გვექარკსაც. ხო რა, ხო და რიგმა მოვლენებმა ეს ვერ გაგვაგრძელებინა, ხო? და არიან ანუ ძალიან ჭკვიანი მეცნიერებიც და ესენი ჩემზე ბევრად ჭკვიანები და კომპეტენტორები ამ საქმეში, რომ არის ესეც რა ქვია ვერსიაც, რომ გაგრძელებული იყო თამარის ეპოქაო, კაცმა არ იცის ინგლისელები და ფრანგები რა ენაზე ილაპარაკებდნენ ერთმანეთთან. ხო და ხო, ნუ ეხა ესე რო არ გამოვიდეს, მაგრამ ამაში ყველაფერში არის დიდი საფუძველი რა. უბრალოდ ნუ ასე მოხდა, მოვიდნენ მონღოლები და ხო, მოხდა ცუდი. მოვიდნენ მონღოლები. რაღაცები ჩვენს თავს. სანამ საზღვარგარეთზე გადავალთ, ახალგაზრდებს იმდენად ახდენ გავლენას და ისეთი мотиваციის მიმცემენ ხა ყოველთვის, ბევრი მიმართულებით სპორტი იქნება, ეს სამსახიობო საქმიანობა თუ თუნდაც ღირებულებებზე დაფიქრება. აი თქვათ სამი ადგილი რო დაუსახელო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, სადაც აი ამ კოდს ყველაზე კარგად გრძნობს საქართველოში. შენ რაც განიცადე შენ თავზე. აი აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ რა, სადაც არ ჩავედი, აი სულ ყველგან მაგ ერთი შეგრძნება, რომ ვაიმე ეს მე ხვდები რომ ყველგან ესეა. ანუ რომელ კუთხეშიც არ უნდა ჩახვიდე, ეს არ არის ის. გადაფარა. რომელი რა მე ხვდები რომ იცი რა არის, რომელს ჯობია კი არა. ვერად არის. პროსტა შენი სიმდიდრე რომ ამ უმცირეს რადიუსში, სადაც ნუ რამდენი კილომეტრია რომ მოხაზო ეს წრე, 100%-ით განსხვავებულ ერთმანეთისაგან ენერგეტიკა, ვიზუალური ნაწილი, ხალხი, ყველაფერი როგორ განსხვავდება და რაღაც გვაერთიანებს. იმასაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი ერთიანია.
ამას ნუ გამოყოფა გიჭირს. ხო, ძალიან, იმიტომ რომ ანუ ჯავახეთი არის საერთოდ სხვა სამყარო. ლეჩხუმი, რაჭა, სვანეთი არის საერთოდ სხვა სამყარო, თათუშეთი არის საერთოდ სხვა, ფშავი, ხევსურეთი, სხვა მოხევეები, სხვა მთიულეთი, სხვა კახეთი, რომელიც ნუ აი გურია, სამეგრელო და მე ხოთ იმერეთი და ყველას აქვს თავისი ხელწერა, თავისი ავტოგრაფი, თავის ყველაფერი დამახასიათებელი. ამიტომ რა უნდა თქვა რა? მისტიკა ყველგან არის. რაც თავარი ამ ქვეყანაში ყველგან წააწყდები იმას, რაც დაგაფიქრებს, რომ აქ რაღაცა უფრო ღრმა არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ არაფერი არ უნდა ამას რა. შენ უბრალოდ უნდა ჩაჯდე ავტომობილში. ან რა ვიცი, რითიც გინდა, მოხაზო მარშრუტი, რო არ დაიღალო და ზუსტი ლოკაციები წახვიდე და წახვიდე უდიდეს თავგადასავალში, რომელიც შენ ენა ბარიერი არ არის, გარემო ერთია, ქვეყანა ერთია, ხალხი საჭმელი, სასმელი, ცოცხლე არსად და საჭმელი სასმელი როგორი განსხვავებულია? ძალიან. ეს სად ჯავახეთის კულინარია, სად იმერეთის მაგალითად? საერთოდ. მე ჯავახეთში არის სოფლები, სადაც ანუ ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ეთნოსი რომელია რა, ისინი საქართველოსთვის ცხოვრობენ, ქართველებად ცხოვრობენ, ქართველებად მიაჩნიათ თავი, მე რა შეიძლება სხვა კულტურა აქვს, სხვა ენა აქვს, სხვა ეთნოსია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, აქ დაბადებულები, გაზრდილები და ისე უხაროდათ, რომ იგებდნენ, რომ თბილისიდან ვიყავი რა, რიგ ადგილებში, სადაც ნაკლებია ქართული მოსახლეობა და ცნობადობა არისო დაუშვათ ჩემი გარკვეული თვალსაზრისით, მარტო ის რომ იგებდნენ, რომ თბილისიდან ვარ ჩასული, როგორ უხაროდათ, როგორ ცდილობდნენ, რომ პატევი ეცათ. ამიტომ ეს აუცილებელია ეს ჩვენი ასე ვთქვათ ეს მისვლა-მოსვლა ერთმანეთთან და ძალიან საჭიროა. ძალიან თან ახლა ზაფხულია და ზუსტად ამ საქმისთვის არის საუკეთესო დრო. ეხლა საზღვარგარეთაც გადავიდეთ და რატომღაც გამახსენდა ეხლა დღეს დილიდან რომ გეგმავდით ამ ინტერვიუს, რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ძვირფასმა ნიკოლოზ მაწულუკიძემ ესეთი რაღაც მითხრა. ან ბუდაპეშტიდან იყავით გასტროლებიდან ახალი დაბრუნებული, ან ინდოეთიდან, ზუსტად არ მახსოვს. ეს ჯაბაო, რომ დამთავრდება საქმე და ყველაფერი, მარტო დაადგება გზას, ან სკროლზე დადგება და დადის და სეილობს. ანუ მარტო მოგზაურად ჩამოყალიბდი? ეცი რა არის, ანუ მარტო მოგზაურობაზე არ არის, როცა გინდა რაღაცის ნახვა და კონკრეტული რაღაცების ნახვა გაინტერესებს, გინდა გადაიღო, იმსჯელო ამაზე, შეაფასო, ხო? ანუ ძალიან ძნელია რამ ჯგუფთან ერთად ან რამოდენიმე ადამიანთან ერთად შეავლი. ხო, იმიტომ რომ ყველას რაღაც თავისი სურვილი აქვს, იმას ის უნდა, ამას ის უნდა. ამიტომ ხო, ჩემს საქმეს გავაკეთებ. ანუ ყველა მიყვარს ძალიან უბრალოდ, როცა რაღაცის ნახვა მინდა, მირჩევნია ხოლმე, რომ მოვიგდებ ჩემს ასე ვთქვათ აქსესუარებს, გადასაღებ საშუალებებს და მივდივარ და ნუ ვიკარგები რა, მე იმ კუთხით რომ ყველაფერს ნახულობ, რაც მინდა. ძალიან მაინტერესებს ხოლმე იქ მცხოვრები ადამიანების შიდა სამყარო, ანუ აი როგორ თქვა რაღაც სარკეში ჩახი როგორ ცხოვრობენ, როგორი კომუნა აქვთ, როგორ ფიქრობენ ისინი. ჩვენ როგორ უყურებთ კი არა, ისინი როგორ უყურებენ სამყაროს და რა მსოფლმხედველობა აქვთ, სახლები როგორი აქვთ შიგნით. და ამიტომ რაღაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები. ერთი კარგი სიტყვა თქვი, ახლა მიყვარს დაკარგვაო და აი მართლა თუ გქონია გამოცდილება და მე მაგალითად მომწონს, აი უცხო ადგილას რო ვიკარგები, აი სხვა გამორკვევები იწყება მერე და თუ გქონია ეგეთ რომ აი რაღაც უბანში შეხვედი, გაურკვევლობაში ხარ და მერე რაღაც არა, სხვათა შორის ის მაგ რა ქვია, ძალიან კარგი ორიენტაცია. ხო. და ანუ ლოგიკას ვალაგებ ხოლმე რა, იმიტომ რომ ჯერ ერთი კარგია რომ გვაქვს საშუალება დღეს და არსებობს რუკები. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლა და მე არის ყველა ქუჩას, ყველა უბანს, ყველგან სოფელს თუ სადაც ეს ურბანული დაგეგმარება, ყველგან რაღაც ლოგიკა არის. აუცილებლად რაღაც გავა მოედანზე? კი, ანუ ხო რა, ესე, ანუ რაღაც ლოგიკა არსებობს რა, როგორც ადრე ადამიანი იმას რა ქვია, დინარეს მეყვებოდა და ხავს და მზეს ესე არ გვევრა და ამიტომ რაღაცა დიდად ესე არ ვიკარგები ხოლმე რა. და პირიქით ანუ ეს მაშინ დროის დაკარგვის ამბავში არც მინდა ხოლმე რა. შენ თვითონ რა შეგაცვლევინა შინაგანად? აი როგორი ჯაბა აღმოაჩინე შენში მას შემდეგ რაც აი ამ ბოდიალებს და ბოდიალებს შეხვევი? ძალიან ბევრი რამ როგორ თქვა, სოფხედველობა ბევრი კუთხით შემეცვალა და სხვანაირად დამანახა. ამას ალბათ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ვიღაცას უფრო ადრე დაეწყოს, ვიღაცას ცოტა გვიან. როგორ თქვა რომ თითქოს აქამდე ამ ქვეყანაში ცხოვრობდი,
არ ვთვლი რომ რაღაც ისტორია ვიცოდი, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ღრმად და კარგად არა, არც ახლა ვიცი, შეიძლება ძალიან ღრმად, მაგრამ ამ დონეზე ნამდვილად არ ვიცოდი. ვიცოდი რომ ზედაპირულად რაღაცა ესე, სოფლიოსიც ისიც. მაგრამ ამ თვალსაწიერიდან შეხედვამ უკვე აბსოლუტურად სხვა ემოცია და სხვა აღქმა გამოიწვია. ეს შიგნით რას მატებს, ამის ხა აქ თქმა ძნელია, ეს ვერ გადმოვცემ ამას რა. მაგრამ ცვლილებას ახდენს. უდიდეს საერთოდ გადააზრება და შენში გატარება ნებისმიერ ადამიანში უდიდეს ცვლილებას იწევს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცოტა რაღაცნაირი ზღვარია რაღაც ის კარგად ცოდნასა და ზეპირ ცოდნასა და ღრმად გააზრებას შორის რა რატომ და როგორ. განსაკუთრებით რაც ამ ქვეყანას ეხება. რამდენი შეკითხვა ჩდება მე ამის პასუხებად გინდა მეტი და მეტი ვერ მიდიხარ იმაში, მართლა ვერ მიდიხარ სიღრმეში და სიღრმეში. იმდენი კითხვა მაქვს თვითონ ამ ქვეყანასთან. მე მაგალითად ჩემი არ ვიცი რაღაც რო იყოს ჩემზე დამოკიდებული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად, გარდა ეკონომიკური თვალსაზრისისა, ვაქცევდი არქეოლოგიას ეს არ ვერ ვხვდები რატო შეიძლება რომ დღეს ეს არ იყოს ძალიან აქტიურ ფაზაში. კი, ვთხრით, კი რაღაც, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი იმ ქვეყნისთვის რაც ჩვენ გვაქვს. იმდენი რამეა ჩამაგდებული. შეუძლებელია. რაღაცები რაც სიტყვაზე მაშინ რა ქვია, ზოგს მე-18 და მე-19 საუკუნის რაღაცები ეზოში გვაქვს თბილისში. ხვდები და რაღაცა ქვეყნისთვის ეგ არის ხო, ხვდები, აი ეს არის რომ გეცინება რომ უყურებ რომ უზმახარი ეზოში მაქვს ესეთი აგურები და რაღაც და ამ დროს შენ ჩადიხარ გეცინება, იმიტომ რომ აბულის ციხე გაქვს იქ ის გარეშე, კირის გარეშე შეგებული და რა ქვია დმანისი გაქვს. დმანისი და ვანი და ყველაფერი. ვანი საერთოდ სვანეთი და დიდი ნაწილი საერთოდ ალბათ შეუსწავლელია. ჯავახეთი შეუსწავლელია ბევრი თვალსაზრისით. საქართველოში რომელიმე მხარე გააქვს ასათვისებელი თუ მოასწარი და არა, კი, ძალიან ბევრი რამე სანახავი მაქვს. ამ ქვეყანას ვერ ამოწულა, ვერა შანსი არ არის. ვერ ამოწულა, იმიტომ რომ ყველა ჯერზე ახალი გამოწვევაა, ყველა ჯერზე რაღაცა ახალს გთავაზობს, ის ახალი რაღაც ახალ კითხვას ბადებს, იქ მიდიხარ, აქ მოდიხარ და აი ესე შეგიძლია ამ დაუსრულებელ იმაში გადავა და ხვამლის მთა. ეს კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისტიკა ამ ქვეყანაში და მოუყურებთ ამას როგორც რაღაცა ზღაპარს ის ძალიან სერიოზული რაღაც ინფორმაციის მატარებელი და შემნახველია. კი, ბევრი სერიოზული წყაროც ადასტურებს ქართლის ცხოვრებიდან. ხო, უფრო მეტია საჭირო. ეგ ყველაფერი მაინც ზედაპირულია, ეგ რაღაცა ერთი ფრაზა, მე როგორ და რანაირად, ანუ ამას სჭირდება ღრმა შესწავლა. ასევე კოლხეთის დაბლობი და მთელი წყლის ქვეშ რა ხდება. მოკლედ არ ამაში ყველაზე დიდ რესურსს ჩავდებდი. ასევე მეცნიერებიში, რომლებმაც უნდა კარგად გაარკვიონ ჩვენი ქართული ენის და ამბანის ინფორმაცია, კოდი და არიან კიდევაც ამის ადამიანები, ვინც ამაზე მუშაობენ. ტურისტული პოტენციალი გვაქვს, აი ამ თუ რამით უნდა ჩვენ ვაჩვენოთ ვინმეს და ჩვენი თავი. ეს აგაკ და ეს არ არის დაბრალება. ჩვენ განსხვავდებით სხვა ზოგიერთი ერისაგან, ჩვენ არასოდეს არაფერს ვიბრალებთ, დააკვირდი. არც ხვისი ტერიტორია დაგვიბრალებია ისტორიაში არასოდეს. არც არავის სიმღერა, არც ცეკვა, არც საჭმელი პირიქით სულ აქეთ გვართმევდნენ. იმდენად ზედმეტად თავდაბლები. ხო, ფრაზაც ხო გვაქვს რომ სამშობლოს არ ვის წავართმევ, ნურვინ შემეც, მაგრამ ყველა გვეცილება. სულ ობიექტურად არასოდეს ჩვენი ვასალი სახელმწიფოები, რომლებიც გვექვემდებარებოდნენ, იმათვისაც კი არ გვითქვამს, რომ თქვენ ისახართ რა ქვია. ხო. ენა წავართვით და კულტურაც არა. აი ესეთი ტიპები ვართ, ამიტომ ჩვენ არაფერს არ ვიბრალებთ და არ ვაბუქებთ. მეც გეტყვი რომ ძალიან ბევრს ვიკლებთ. და ამ რა ვიცი თავმდაბლობა თუ სისულელეში გადაზდილი თავმდაბლობა, ისევ ცხოვრობთ, რომ თითქოს აღარ და არ არის ხალხო ესე სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც იმაზე ღრმა და მისტიური და ძველია, ვიდრე ვინმეს რამე წარმოუდგენია. ხანდახან მიფიქრია, რომ ნებისმიერ ევროპულ სხვა ქვეყანას რო კონდეს, აი ეს საგანძური, რაც ჩვენთან ყოველ რეგიონში აგერ ბერძნები აიღიხ, არ მინდა რაღაცა ვინმე საბერძნეთს ვაწყენინო, მაგრამ მარტო ის ლოგიკა, რომ საბერძნეთის მაშინდელი ცივილიზაციის აკვანის, ასე ვთქვათ, თავარი სპეცნაზი რო დავარქვა, ხო, არგონავტები, ხო, სპეცნაზია რა, მაშინდელი ეს სუპერ შესაძლებლობების გმირები. მოდიან აქ და აქედან მიაქვთ რაღაც.
ხო? ანუ ამაში ხო რაღაც მეტაფორაა დიდია. მე ხარ ვარ კარგი ეს რა ქვია, მითოლოგი რომ ამაზე ვილაპარაკო, ვინც არიან იმესაც იტყვიან ალბათ უკეთესად ჩემზე, მაგრამ ფაქტია რომ არის ესეთი მითი რომ მოვიდნენ და აქედან წაიღეს. ანუ მათ არ ქონდათ რაღაც და წაიღეს და ეს რაღაც ბევრ ამაზე მეტყველებს, ანუ იმაზე მეტად მეტყველებს ვიდრე ბერძნებიან კაცმა არის. ხო. და ამდენი საუკუნის მერე სვანეთში არის ხალხი, რომელიც აი მოქროს მოპოვების წესს დღემდე ინარჩუნებს მდინარეში და აი როგორი ცოცხალია ეს ყველაფერი რა. ეს ხო ქალდეასთან მიდის. ხო, აბა რა. ვინ იყვნენ, რა იყვნენ, რა ვიყავით? აი რა სამწუხაროდ კიდე ესე ვართ, რომ ილიას სიტყვების ვაში ვართ ისე ვერ გაგვიგია რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით და იმედია ეს დესმე მივალთ იქამდე რომ გავაანალიზოთ ვინ ვართ და რა ვართ და მე ვინიც ის იუნესკომ მარტო 2 და 3 ძეგლი კი არა საერთოდ წელს ქვეყანა შემოსაზღვროს კი ბატონო იარეთ ხალხო იარეთ ამ საქართველოში მართლა ყველა სოფელში რაღაც ამ ახალი ამბავი დაგხვდებათ და სანამ წახვალთ ჯაბასთან TikTok-ზე ისეთი ვიდეოები ატვირთული უნდა ნახოთ მე დიდ სიამოვნებას ვგურის ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუს საზღვარგარეთზე აღარც ვილაპარაკე აღარც გადავედით მაგრამ ერთი შეკითხვა დარჩა რომელიც არის ხალხის თხოვნით ლონდონში ნამყოფი არა ეგ მართლა მაგარია დაუჯერებელია ხო ნუ საწავა ლონდონი რა ჩავალ ერთხელ და ბიგ ბენს გავხედავ ერთი კარგი ეს იყოს გეგმებში და დანარჩენი რაც იყო აგერ კი მოვისმენთ ინტერვიუში უღრმესი მადლობა დიდი მადლობა ჯაბა კილაძე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია შემდეგ კვირას რა თქმა უნდა ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტით შევხვდებით ერთმანეთს მადლობა ყურადღებისთვის